ეროვნული და რუსთაველის სახელმწიფო პრემიები 19 მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს ქვეყნის პირველმა პირმა დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. დამოუკიდებლობის საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა. საქართველოს ეროვნული და შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული წვლილის შეტანისა და განვითარებისათვის 19 მეცნიერი გახდა. ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ტრადიციისამებრ ვიწყებთ ყოველი დამოუკიდებლობის დღის წინადღეს აღდგენილ ტრადიციას რუსთაველის და ეროვნული პრემიების მინიჭების და გადაცემის. სოციალური მეცნიერებისა და ფილოსოფიის ისტორიაში განვითარებული შეტანილი წვლილისათვის ეროვნული პრემიის ლაურეატები მიხეილ მახარაძე, სერგი ავალიანი, გერონტი შუშანაშვილი და თეიმურაზ მთიბელაშვილი გახდნენ. 20 წლიანი მუშაობის შედეგად მათ ქართული ფილოსოფიური აზრის ისტორიის 4 ტომეული გამოსცეს. მედიცინის სფეროდან ეროვნული პრემია რამდენიმე პროფესორსა და მედიკოს გადაეცა. ონკოლოგიის დარგის განვითარებისათვის რევაზ გაგუა, ვლადიმერ კუჭავა, ვახტანგ ქაცარავა და გიორგი წირწივაძე დაჯილდოვდნენ. სამეცნიერო მონოგრაფიისთვის ონკოლოგია ჯილდო რემა ხმავიჩამამ და მიხეილ შავდიამ მიიღეს. ინფექციური დაავადებებისა და შიცის პრევენციის კუთხის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეროვნული პრემია თენგიზ ცერცვაძეს, ლალი შარვაძეს, ქეთევან სტვილიასა და ნიკოლოზ ჩხარტიშვილს გადაეცათ. უროლოგიის დარგში სამეცნიერო ნაშრომის გამოცემისთვის კი გურამ ქარაზანაშვილი დაჯილდოვდა. Klats მიმაჩნია, რომ ქართველებს აქვთ განსაკუთრებული ნიჭი სამედიცინო სფეროში. და ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ის, რომ ტრადიციულად ჩვენ გვყავდა ძალიან სახელოვანი ექიმები, არამედ ისიც, რომ ძალიან ბევრი ქართველი, ვინც გავიდა უცხოეთში, ადვილად აბარებს იმ ქვეყნის გამოცდებს, ადვილად პასუხობს სტანდარტებს და სხვა წამყვან ქვეყნებში, სადაც მედიცინა ძალიან განვითარებულია, ძალიან ჩქარა იკავებს წამყვან პოზიციას. ჩვენი ამოცანა დღეს არის ამ ხალხის უკან დაბრუნება, სწორედ ამისთვის არის ახალი სამედიცინო სისტემა, ამაში გვინდა თქვენი დახმარება. თავარია, რომ ადგილობრივ არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ დაიკარგოს, არც ერთი შრომელი ადამიანი არ აღმოჩნდეს საქმის გარეშე. კიდევ იცით, რომ 150-მდე კლინიკა შენდება ახალი საქართველოში და ასევე დაუბრუნოთ ჩვენი ექიმები უცხოეთიდან. ჩვენ გავხდებით არა მხოლოდ აღარ ვიქნებით რაღაც მეორე და მესამე ხარისხოვანი სამედიცინო ქვეყანა, ვიქნებით პირველხარისხოვანი და რაც შეიძლება უნდა გავხდეთ ასევე ცენტრი ამ რეგიონის მედიცინის სფეროში და ეს გაკეთებადია, განხორციელებადია თუ ყველანი კარგად ვიმუშავებთ ერთად. თუ ნებას დავთავთ ამ მომენტს ვერ გავუშვებ ხელიდან, აი თქვენ ბრძანეთ რომ უნდა გახდეს ისე მე მე შეგულისხმობ ჩვენი დიდი გუნდი სულ რამოდენიმე ხანში ცალკე შეგაწუხებთ ამ თემაზე ჩვენი აქტივობით, რამე თუ ჩვენ უკვე მივახციეთ იმას, რომ სკრინინგ ცენტრი თბილისის გახდება რეგიონში სასწავლო ტრენინგ რესურს ცენტრად, არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ცოტა უფრო კიდე მეტისთვის წინასწარ არ მიდიხარ. მინდა დაგარწმუნოთ ყოველგვარი ყალბი თავდაბლობის გარეშე, რომ შიცის დარგი ერთ-ერთი ასეთია, რომელიც ამის ავანგარდშია. საქართველოს შიცის სამსახური, რომელსაც სათავეში პირველი ლედი ქალბატონი სანდრა რულოვსკი უდგას და მისი უდიდესი დამსახურებაა ეს. ესე იგი ყველა ექსპერტის მიერ და გაეროს ყველა ინსტიტუტის მიერ ერთხმად აღიარებულია როგორც საუკეთესო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ადრე როცა არ იყო მართლაც არც არანაირი პირობა ამისთვის, რომელიც საერთაშორისო კლინიკურ კვლევაზე ან საერთაშორისო სამედიცინო ნაშრომზე იყო საუბარი. ეხლა ამის პირობები გვაქვს, იმედია კიდევ და კიდევ ყოველწლიურად ბევრი რამ კეთდება, თანამედროვე ცენტრები, თანამედროვე საშუალებები და მე ვფიქრობ, რომ ეს საერთაშორისო კლინიკური კვლევები კიდევ უფრო მეტი და მეტი იქნება. დიდი მადლობა. ეროვნული პრემიის გადაცემის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა კულტურის სფეროს 3 მოღვაწე შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა. საოპერო მომღერლის ლადო ათანელისათვის განკუთვნილი ჯილდო მის წარმომადგენელს გადაეცა. თავად ათანელი საქართველოში არ იმყოფება. ძალიან მომწონს ლადო როგორც არ მხოლოდ როგორც მომღერალი, არამედ მართლა როგორც პატრიოტი ჩვენი ქვეყნის, მან დაიწყო როგორც სოფლის ეკლესიის გალობელმა თავის ნიჭით გაიკვალა გზა საკმაოდ გვიან, უფრო ადრე იწყება ხოლმე ამ სფეროში მოღვაწეობას კიდე ხალხის და გახდა მართლა მსოფლიო ოპერის ვარსკვლავი, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ არ ივიწყებს იმას, ვინც აქვს გასაკვალი, აღმოაჩინა უამრავი ტალანტი ჩვენ კონსერვატორიაში, მუსიკალურ სასწავლებლებში, მუდმივად იბრძვის მათთვის იმ სფეროში, სადაც კონკურენცია დიდია და სადაც არის ხოლმე შემთხვევები, როცა ხალხი პირიქით ერთმანეთს ძირავს, ის დაუღალავად მუდმივად ეძებს ახალ ვარსკვლავებს, ახალ ტალანტებს და ამ ხრივ მისი ვარსკვლავი არა მხოლოდ ნაკლებად არ
გამოირჩევა, ნაკლებად გამოიყურება, არამედ ნამდვილად ასევე კიდევ უფრო ბრწყინვალეა და კიდევ უფრო განსაკუთრებულია. როდესაც მადოს შევატყობინე სამწუხაროდ ის საქართველოში არ იმყოფება და შევატყობინე რომ მან მიიღო რუსთაველის პრემია ტელეფონში ცოტა ხასი ჩუმე იყო და მივხვდი რომ რადო ტირილდა და მე უთხარი კი ამნატიროდე უნდა გიხაროდეს ასეთი პრემია და მთხოვა პირადად თქვენთვის ბატონი კარულას და ყველა იმ წევრებს რომელსაც ბატონადოს ასეთი ჯილდო მიენიჭა გადმომეცა ძალიან დიდი მადლობა. ელექტრონული სახელმძღვანელოების ლექციების ციკლის ტელესასიტყვეთის გამოცემისთვის რუსთაველის პრემია გადაეცა თამაზ კვაჭანტირაძესაც. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდა თაობის წინაშე მის განსაკუთრებულ დამსახურებაზე ისაუბრა. იმ წლებში, როცა ყველაზე ძნელი საგანი ჩასაბარებლად იყო ქართული ენა და ლიტერატურა და რო ჩაგებარებია გჭირდებოდა უამრავი რეპეტიტორი, ფული, პატრონი, ბატონი თამაზი გარკვეულწილად რაინდი იყო, იმიტომ რომ ის ტელევიზიით უფასოდ, უფრო კვალიფიციურადაც ვიდრე რეპეტიტორები და დამატებით ძვირი რაღაც სიამოვნების მომნიჭებელი მასწავლებლები, სრულიად უფასოდ ყველაზე ნიჭიერ ნაწილს ჩვენი საზოგადოების ანათლებდა, მაგრამ ეს მას ენიჭება არა მხოლოდ იმისთვის, მასში რას აკეთებდა, არამედ ის, რომ ეს ხელახლა გამოსცა. არის დიდი ტაციაობა მის ახალ აუდიო და სატელევიზიო კრებულზე, იცით რომ ტელევიზიით გადის, ის რომ ეს ხელახლა გამოსცა. არის დიდი ტაციაობა მის ახალ აუდიო და სატელევიზიო კრებულზე, იცით რომ ტელევიზიით გადის და ისევ როგორც არასდროს არის აქტუალური და პოპულარული. სხვა შორის განსაკუთრებით საქართველოში ჩვენ თანამემამულეებში რომელიც არიან უცხოეთში და ამ მხრივ ამას აქვს ძალიან დიდი საგანმანათლებლო მუშაობა და მნიშვნელობა. ტელესასიტყვეთი თამაზ კვაჭანტირაძემ პრეზიდენტსაც უსახსოვრა. მინდა ყველა თქვენგანს დიდი მადლობა, აი თითოეულ თქვენგანს დაწყებული პრეზიდენტით, დამთავრებული კომისიის ნებისმიერი წევრით უდიდესი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ თქვენ დაინახეთ და დააფასეთ ჩემი კნინი ნამოღვაწევი და მას მიანიჭეთ იმ კაცის პრემია, რომელიც ჩემთვის არის უპირველესი ქართველი, რუსთაველის პრემია. ბატონო პრეზიდენტო, მცირენობათი მეც გაახელით, მართალია ქალბატონი სანდრა უკვე ისე ფლობს ქართულს და ისეთი მოქართულია, რომ მას შეიძლება ეს პრაქტიკულად ნაკლებად გამოადგეს, მაგრამ უმცროს სააკაშვილებს მე მგონია გამოადგებათ ეს კომპაქტ დისკის კრებული და მინდა გადმოგცეთ ეს. ხელოვნებათმცოდნე ნოდარ გურაბანიძე რუსთაველის პრემიის ლაურეატი მონოგრაფიული ტრილოგიისთვის გახდა.